ახალ შუადღე მშვიდობის, ბაგრძელებ ფუსფუს სამზარეულოში. იტალიური კერძების საოცრება. ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვან თემაზეც უნდა ვისაუბროთ პარალელურად, მით უმეტეს როგორც ვიცით, 3 მარტს დიდმარხვა დაიწყო თავისთავად ეს პერიოდი. ძალიან საკრალური და მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც მარხულობს, ასევე მნიშვნელოვანია მათთვის ის თუ როგორ უნდა იკვებონ. აი როგორ უნდა მოხდეს ხორცის და რძის ნაწარმის ჩანაცვლება ისე რომ ორგანიზმში არ დავარღვიოთ ეს გარკვეული ბალანსი ამ ძალიან საინტერესო საკითხებზე ახლა ჩვენ სტუმართან ნუტრიციოლოგ ნინო თოთაძესთან ერთად ვისაუბრებთ. ნინო, მიხარია ხოლმე ყველა ის ეთერი, როდესაც ჩვენი სტუმარი ხარ ხოლმე, იმიტომ რომ ვიცით რომ რაღაც საინტერესო, მნიშვნელოვანი რეკომენდაცია უნდა გაგვიზიარო ხოლმე. ნუ დიდ მარხვაში მარხულთათვის ბალანსირებული კვება ალბათ თქვენს დამეთანხმებით რომ საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს, იმიტომ რომ მათი ეს ემოციები, განცდები მეტად აი სულიერი მდგომარეობისკენ არის ვთქვათ მიმართული, მაგრამ მაინც ისმის ხოლმე შეკითხვა, როგორ უნდა ვიკვებოთ მარხვაში, ხო? და მოდი გაგვიზიარეთ ახლა ის საინტერესო რჩევები, რომელიც ბევრი გაქვთ დღეს მომზადებული. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მეც ასევე ძალიან დიდი სიხარული ყოველთვის თქვენთან სტუმრობის კუთხით. ბუნებრივია მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყაროსთვის და ამ კულტურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მარხვის პერიოდი, ხო? მარხვის დაცვის მომენტი და ჯერ კიდევ 325 წლიდან ნიკეის საეკლესიო მართლმადიდებელი კრების შემდგომ ცდილობდნენ ქრისტიანები, რომ განსაკუთრებულად მიგებებოდნენ ქრისტეს აღდგომას, რაც როგორც თქვენ ბრძანეთ, რა თქმა უნდა, სულიერებასთან იყო ძირითადად დაკავშირებული, რომელიც გრძელდება, რა თქმა უნდა, ამდენი საუკუნეა და წლების მანძილზე, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კითხვა ისმის, როგორ დავიცვათ მარხვა, ანუ იმ სწორი კვების რეჟიმი. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ძირითადად სწორედ ამოღება და განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის დიდ მარხვის პერიოდს, რომელსაც ვეძახით, რომელიც ბევრად მეტი დღეებით არის განსაზღვრული, გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ძირითადად, ვინც იცავს სისტემატიურად მარხვას, წლის ნახევარზე მეტი დღე სამარხო დღე არის წლის მანძილზე, თუმცა დიდ მარხვის პერიოდი გამოირჩევა იმით, რომ შეზღუდვა ხდება ყველაზე მეტად ცილოვანი პროდუქტის და გრძელდება ყველაზე დიდი ხნის მანძილზე. პირველი ალბათ დავიწყოთ რა პროდუქტებს ვანაცვლებთ შესაბამისად და როგორ შეიძლება. როგორც აღნიშნეთ, ეს მარხვა გამოირჩევა იმით, რომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შეზღუდვით ხორცეული, მიწის პროდუქტები, კვერცხი და თევზეულის პროდუქტები, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია როგორც ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვის როგორც ყოველდღიური კვების რაციონში, ასევე თითოეული კვების რაციონში უნდა შედიოდეს და მნიშვნელოვანია შესაბამისად და გამომდინარე აქედან არ უნდა მოხდეს სწორედ მისი ჩანაცვლება ნახშირწყლოვანი პროდუქტები, რომელიც მით უმეტეს ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებია, ხო? გადაჭარბებულად ან შევცვალოთ, არ მოხდეს ცვლა და სწორედ ამას მიუბრუნდები, იმიტომ რომ მარხვა, რომელიც იწვევს თითქოს წონის მატებას და გარკვეულ პრობლემებს, შესაბამისად არ მიყოს ეს და თუ კი სწორად ყველასთვის რთულია, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ დღევანდელი აჩქარებული პერიოდი, გადატვირთული სამუშაო პერიოდი, ეს გარკვეულ სირთულეს, რა თქმა უნდა, ბურღულეულით გამოწვეულია, თუ ამქედან გამომდინარე, მაგრამ თუ სწორად ვიცავთ, ჯანმრთელობისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარგი კუთხით, იმ კუთხით შეიძლება წარმოვიდგინოთ ქოლესტერინით ნაკლებ პროდუქტს ღებულობ და შაქრის რაოდენობა სისხლში შეიძლება დარეგულირდეს. ეხლა რაც შეეხება ხორცეული, განსაკუთრებით ამ პროდუქტზე კეთდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი აქცენტები ძალიან ხშირად, რადგან B12 და ვიტამინების მნიშვნელოვანი წყაროა და შესაბამისად ითვლება, რომ ცხოველური პროდუქტებიდან მისი ათვისება ყველაზე მეტად ხდება და მნიშვნელოვანია. თუმცა ძალიან საინტერესოდ შეიძლება ვთქვათ, რომ იგივე B12-ის მნიშვნელოვანი წყაროა ეგრეთ წოდებული კრევეტები და ასევე მოლუსკები, რომლებიც ზღვის პროდუქტები. კრევეტებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, რა თქმა უნდა, იმ რაოდენობით ვერ როგორც ხორცში, მაგრამ დღიური რაციონის 59%-ის ათვისება შეიძლება მოხდეს ამ პროდუქტიდან. რა თქმა უნდა, მისი მიღება რეკომენდებულია, ეს არის მსოფლიო მართლმადიდებელ სამყაროში აღიარებული 4-შაბათი პარასკევის გარდა და გარდა იმისა, რომ B12-ის წყაროს წარმოადგენს, ასევე დატვირთულია ძალიან საინტერესო ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებით, როგორიც არის, ვთქვათ, იგივე სელენი, თუთია, კალიუმი, კალციუმი და ასე შემდგომ. ამიტომ ამ პროდუქტების მიმართ ყოველთვის ესეთი ორაზროვანი დამოკიდებულება არსებობდა და კარგია, რომ ახლა ადამიანები თამამად შეძლებენ ეს ბუნებრივია, ეს ინდივიდუალურია, შეიძლება მოხდეს საკუთარ სულიერ მამასთან შეთანხმებით,
განსხვავება, მაგრამ შესაძლებელია ამის ნამდვილად თქმა, რომ მართლმადიდებელი სამყაროსთვის მიღებული პროდუქტია და ამ შემთხვევაში თუ კი B12-ის თქვა ვიტამინზე ძალიან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, არის ალტერნატიული პროდუქტი, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება ავიღოთ. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მეორე კუთხით, ასევე კვერცხი, რომელიც B12-ის წყაროა და მნიშვნელოვანია, რძის პროდუქტებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მისი ჩანაცვლება შესაძლებელი არის, თქვა, იგივე ნუშის რძით, სოიოს რძით და ასე შემდგომ, მაგრამ აქ საყურადღებო არის მწარმოებელთან დაკავშირებით, ანუ ეტიკეტთან უნდა იყოს ყოველთვის ყიდველი, ამ შემთხვევაში ჩვენი მსმენელი და მაყურებელი პროდუქტია თუ არ ვწდები, ხო, ნინა? ესეც თქვა გახსნა რაღაც გარკვეულ პერიოდში, მაგრამ ამ შემთხვევაში თაკო რამდენად გამდიდრებულია ის ამ ვიტამინებით. არის პროდუქტი, რომელიც მდიდრდება ის კალციუმით, იმიტომ რომ ძირითადად რძის პროდუქტი კალციუმის წყაროა, ხო? რძის პროდუქტი კალციუმით გამდიდრება, D ვიტამინით გამდიდრება და ეს გარკვეული მწარმოებელი მზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში ნამდვილად შეიძლება ამ პროდუქტის გამოყენება როგორც რძის ალტერნატიული კუთხით, ხო? ბუნებრივი ამას ვეგეტარიანები და ვეგანები ხშირად უბრალოდ ვეგანები ძირითადად მიირთმევენ. გარდა ამისა მნიშვნელოვანი პროდუქტია თევზი. ეხლა ამ შემთხვევაში თუ კი ჩვენ ომეგა-3-ზე ვსაუბრობთ, იგივე ცილოვანი პროდუქტი, როგორც არის თქვა თესლეული და თხილეული, რომელიც რჩება აქტუალური და მისაღები ადვილად ამ პროდუქტში, ასევე შეიცავს მაგალითად ჩია, სელი, წარმოადგენს ომეგა-3-ის მნიშვნელოვან წყაროს და შეიძლება უკვე ამ პროდუქტების გამოყენება და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უკვე კუსკუსი და კინოა. აი აქ უკვე გადავდივართ ბურღულეულზე, რა თქმა უნდა. ბურღულეული პრაქტიკულად არ გვეკრძალება, მაგრამ სწორედ რაც თქვენ ბრძანეთ, კუსკუსი და კინოა ეს არის იმ ბურღულეულთა წარმომადგენელი, რომელიც ასევე ცილოვანი პროდუქტების კუთხით მეტად მნიშვნელოვანი და შეიძლება უფრო მეტად გამოყენებული იქნეს მარხვის პერიოდში. რაც შეეხება ხილს არ ვზღუდავთ, არ პრაქტიკულად შეზღუდული არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომ ხილი არ მივირთვათ, როგორც კვების შემდეგ დანამატი სასიამოვნო პორცია, ესე რომ ვთქვათ. მისი მიღება ბევრად უფრო აუცილებელია და სასურველია იყოს ხემსის სახით და თუნდაც თხილეული, იგივე ხილი, ან ჩირი ჩანაცვლებით, თუმცა ჩირი ბევრად ნაკლები რაოდენობით, ვიდრე მივირთმევთ ხილს, შაქრის რაოდენობა რომ არ მოხდეს დიდი ოდენობით ორგანიზმში, ჩაისთან, ყავასთან მე მგონი მშვენიერი ხემსი გამოდის, ხო? რაც შეეხება ბოსტნეულს ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი დატვირთვა გამოდის, იმიტომ რომ ძირითადად თუმცა ჩვენ ცილოვან პროდუქტზე ვსაუბრობთ, სწორედ პარკოსნებით, ეს არის ლობიო, სოიო, ოსპი, ასევე ბროკოლი, კომბოსტო და მუქი მწვანე ფერის ბოსტნეული, რომელიც ცილით მდიდარია, თქვა, გარდა უჯრედისითა და სხვა ვიტამინებით, ცილი მდიდარი პროდუქტებია და ამიტომ განსაკუთრებულად მარხვაში დატვირთვა სწორედ მოდის ამ პროდუქტებთან დაკავშირებით. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ესეც ვის როგორ უყვარს, ვის რა რაოდენობით, თუმცა ბოსტნეული და უჯრედისით მდიდარი პროდუქტი ეს ყოველდღიური რაციონის კვებაში ისედაც უნდა შედიოდეს და მეტად მნიშვნელოვანია რომ იყოს. ერთადერთი რაც ალბათ განსაკუთრებულად საყურადღებოა ამ მხრივ, ეს არის ცხიმთან დაკავშირებით, რომელიც კარაქი ვიცით რომ დარწის პროდუქტებიდან იკრძალება და შესაბამისად არ მოხდეს განსაკუთრებულად ეგრეთ წოდებული სპრედების ჩანაცვლება, რომელიც არაჯანსაღი ცხიმია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ეს იყოს უჯერი ცხიმები, მაგალითად როგორც არის განსაკუთრებულად ზეითუნის ზეთი, მცენარეული ზეთი და თუნდაც მივიღოთ ისეთი ჯანსაღი ხილი და ცხიმი, როგორც ეს ავოკადოა. ალბათ ამ შემთხვევაში ავოკადოსთან დაკავშირებით ძალიან მინდა გკითხო. ჩემს ირგვლივ მოხდა ასეთი ინციდენტი, ჩემო მეგობარმა გადაწყვიტა დაეწყო ბალანსირებული კვება და ყოველდღიურ რაციონში მან ჩართო ავოკადო. საბოლოო ჯამში საკმაოდ სერიოზული ალერგიული ფონი წავიდა და ნუ ძლივს გადაურჩა, შეიძლება ითქვას ეს ადამიანი, ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ მახსოვს აი კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ მე ვიცი რომ შენ ხშირად ვარჯიშობ, ვიკვებები სწორად და არ მიიღო ეს პროდუქტი დიდი და ჭარბი დოზითო. იცით რა არის, ამ შემთხვევაში ალბათ ლიგაც დამეთანხმება, იცით რა, ყოველდღიური მიღება და დღეში რამდენჯერმე ის ხილია ჩვეულებრივად, როგორც მე უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი უპირატესობა არის, რომ ეს არის ჯანსაღი ცხიმი წარმოდგენილი ხილი, რომელიც ქოლესტერინის დაბალ რაოდენობას შეიცავს. აქ ინდივიდუალური შეიძლება რაღაც დავამატო, მაგალითად ჩვენს უფრო უმცროს შვილს აქვს ლატექსზე ალერგია და რადგანაც ლატექსზე აქვს ალერგია, პედიატრმა თავიდან მეგვითხრა, რომ მისთვის არ შეიძლება ავოკადო.
რადგანაც ავოკადო მისცემს ალერგიას. ჯვარედინი ამ შემთხვევაში ითვლება ჯვარედინი ალერგიის კუთხით, შესაძლებელია გარკვეულ ის წარმოადგენს ერთ-ერთ ჩვეულებრივ ხილს, რომელიც თქვათ იყო შეიძლება ინდივიდუალურად ვინმესთვის ისეთივე ალერგიული, როგორც სხვა პროდუქტი და ამ შემთხვევაში შეიძლება ორგანიზმმა მისცა საპასუხო რეაქცია. თუმცა ის რომ დღეში თქვათ, თუნდაც ეს იყოს მეოთხედი ავოკადოს მიღება და თქვათ არ მოხდა გადაჭარბება. იცით რა ამ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება ის იყოს მეოთხედი რაოდენობის, თუმცა თუ კი ჩვენ ცხიმის რაოდენობას უფრო ნაკლებს ვღებულობთ სხვას, შესაბამისად მეტი რაოდენობითაც შეიძლება იყოს მიღებული. თქვათ არ იქნება ყოველდღიური, თქვათ ყველა მეორე დღეს რაციონში ჩართული იყოს. უბრალოდ ეს არის ქოლესტერინის დაბალი, ჩანსაღი ცხიმის შემცველი პროდუქტი, რომელიც ასევე ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის დატვირთულია ძალიან ბევრი სასიამოვნო ვიტამინების კუთხით. და აუცილებლად მინდა შევეხოთ ასევე პარკოსნებს ლობიოს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ვიცით რომ ცილოვან პროდუქტებს, როგორც არის ხორცი, თევზი, კი ბატონო, ფაქტობრივად ანაცვლებს ხოლმე ეს პროდუქტი. სწორედ ამიტომ აღნიშნეთ, რომ ცილოვანი პროდუქტებიდან მიუხედავად იმისა, ამოვიღეთ რა ეს პროდუქტები, ძირითადად აქტუალური რჩება ბოსტნეული სახით მიღებული ცილოვანი პროდუქტი, ბურღულეული ქინოა და კუსკუსი, როგორც აღნიშნეთ, და ასევე ცილოვანი პროდუქტები, ჩამონათვალი რძის პროდუქტები, რომელიც ჩვენ უკვე აღნიშნეთ და ძირითადი წილი მაინც მოდის, როგორც თქვენ თქვით, არა მარტო ბოსტნეულზე, არამედ თხილეულ თესლეულზე, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება შეიძლება როგორც ცილოვანი პროდუქტები. პარკოსნები, ლობიო, ოსპი, ამ შემთხვევაში ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ეს ყველა პროდუქტის ყვითელი სიმინდი ასევე ითვლება, რომ არის მნიშვნელოვანი ცილოვანი პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებულად სასურველია, რომ არხვის პერიოდში იყოს გამოყენებული. და თან ყველაფერთან ერთად ანაყრებს ორგანიზმს. რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში ბალანსირებულია, თუმცა მე კიდ გარდა ამისა, ამიტომ აღვნიშნე, რომ ბოსტნეულს კიდევ ერთი ძალიან დადებითი თვისება აქვს, იმიტომ რომ ის კალორიით დაბალი, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტია და იცით რა, განსაკუთრებულად ეს მარხვა ძალიან საინტერესოა ეთქვა გაზაფხულის პერიოდს, ხო, როდესაც ბევრად სასურველია იყოს ქოლესტერინით შედარებით დაბალი პროდუქტი, კალორიით ნაკლები, მაგრამ ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტი, რომელიც გვაძლევს თქვათ ენერგიის მეტ საშუალებას ამ შემთხვევაში. გაზაფხულთან უფრო ენერგიულად შეხვედრას. ამიტომ თუ კი მაინც შევძლებთ და სწორად დავიცავთ ამ მარხვის პერიოდს, ეს ბუნებრივია ჯანმრთელობასთან კავშირში არის და ამასთან მე მინდა დავძინო, რომ შეიძლება ახლა ჩვენ გვისმენს მსმენელი, რომელსაც თქვათ რაღაც გარკვეულ პროდუქტთან დაკავშირებით არ შეუძლია ხო დათმობა. ეს აუცილებელია ყოველთვის მათ მოძღვართან იყოს შეთანხმებული, იმიტომ რომ სამედიცინო მდგომარეობა ყოველთვის გათვალისწინებულია ექიმის რეკომენდაციებით, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში და ბუნებრივია ეს გვაძლევს იმის საშუალებას ჩვენი შესაძლებლობის კუთხით, რა თქმა უნდა შევხვდეთ სწორად და სასიამოვნოდ, რა თქმა უნდა სულიერად ამაღლებული ქრისტეს აღდგომის პერიოდს. კი ბატონო და საინტერესოა ნინო მარხვის შემდეგ როგორ უნდა დაუბრუნდეთ ხოლმე ასევე ჩვეულ რეჟიმს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ასე მონატრებულზე დავეშურებით ხოლმე დიდი რაოდენობით თქვათ იმ პროდუქტებს, რომელიც აი მარხვის პერიოდში ამოღებული იყო ჩვენი კვების რაციონიდან და ესეც ვიცით რომ არ არის სწორი, რა თქმა უნდა, ესეც ალბათ ერთ-ერთი ჩვეულებრივი პრობლემა არის, იმიტომ რომ ბუნებრივია, ყველანი ადამიანები ვართ, ყველას გსურს რაღაცა, მით უმეტეს უყურებთ ესეთ ლამას, ძალიან სასიამოვნო და ვემზადებით დიდი ხნის პერიოდში, მაგრამ აქაც ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ზომიერება. ეს არის ის კონკრეტული ჯადოსნური სიტყვა, რომელიც ყოველთვის უხდება, რა თქმა უნდა, როდესაც თქვათ რეკომენდაციას ვაძლევთ კვების კუთხით, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ამ პროდუქტის ერთდროული გასინჯვა მაინც არ მოხდეს და შესაბამისად, გადატვირთვა ორგანიზმის, როგორც თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ვთქვათ, იგივე რძის პროდუქტები მივიღოთ, ვთქვათ, იგივე ხორცეული შემდეგ უკვე დამატებით მივიღოთ და რაც შეიძლება თუნდაც მივიღოთ, მაგრამ მივიღოთ ზომიერების ფარგლებში, რომ არ მოხდეს გადატვირთვის პროცესი ამ შემთხვევაში. ალბათ ყველაზე რეალური რეკომენდაცია. აი, ზომიერება როგორ უნდა დაიცვა? ხო, აი ყველას რთულია ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. პარალელურად არ ვიცი ნამდვილად. ძალიან რთულია და ყველა შეიძლება ეს მიცეთ, მაგრამ ალბათ მაინც ორგანიზმით ჩვენ რომ ეს საპასუხო რეაქცია არ მივიღოთ, ალბათ შევუწყოთ ხელი ჩვენი ორგანიზმის პასუხს და მაქსიმალურად ვეცადოთ. თუმცა ალბათ წლების მანძილზე უკვე ამ არხებს იცავს, მაინც მაქსიმალურად უკვე შეჩეული არიან, სწავლობენ, ამასაც სწავლა უნდა ალბათ, როგორ დავიცვათ სწორად მარხვა და შემდეგ შესაბამისად როგორ მოხდეს ეგრეთ წოდებული გახსნილება სწორად.